თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრი სევდია უგრეხელიძე ევროსაბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის რეკომენდაციებზე საუბრობს. კონგრესზე, რომელიც 13-17 ოქტომბერს სტრასბურგში გაიმართა, ბევრ სხვა საკითხთან ერთად საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებიც განიხილეს და საქართველოს მთავრობის მიმართ რეკომენდაციები შეიმუშავეს. სევდია უგრეხელიძის თქმით, ევროსაბჭოს კონგრესი აქცენტს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სამართლებრივ დევნაზე აკეთებს. მისივე თქმით, ევროსაბჭოს კონგრესმა უგულავას საქმე შესასწავლად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიას გაუგზავნა. ყოფილი მერის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არის პრობლემა და ითხოვენ უმაღლესი სტანდარტის დაცვას და სამართლებრივი პროცესების სრულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას პოლიტიკური ზეგავლენისაგან. როდესაც წარადგინა რეკომენდაციების ტექსტი, მომხსენებელმა ჯოს ვინენმა ფართოდ ილაპარაკა გიგი უგულავას დაპატიმრების შესახებ, მათი ეჭვების შესახებ და გამოთქვა თავის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს ყველაფერი და რომ ამ ყურადღების ქვეშ იქნება ეს საკითხი.